სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზადარიალის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს. თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, სადგური, რომელიც ხეობაში უნდა აშენდეს, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. საქართველოს გზადანაშაულებს ხელისუფლებას ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში და მმართველ გუნდს მცირე ხესების მშენებლობას თავაზობს. ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის თლიან ეკოსისტემას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დარიალის ხეობაში, იმიტომ რომ 11 კილომეტრიანი დარიალის ხეობის 8 კილომეტრიანი მონაკვეთი მიმართული იქნება სადერივაციო არხსა და გვირაბში, ანუ კაშხალისკენ. რაც გამოიწვევს მდინარე თერგის წყლის ნაკადის 90%-ის გაუქმებას, მოკლებას. ხელისუფლება თავს იმართლებს იმით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება ელექტროენერგია, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით, თუმცა შესაძლებლობა არის 100 მეგავატი დადგმული სიმძლავრის და ასეთი ძალიან დიდი მშენებლობების ნაცვლად აშენდეს მინი და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა გავლენაც ეკოსისტემებზე იქნება მინიმალური და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოსახლეობას ენერგორესურსებით. პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა პირდაპირ ადანაშაულებს ხელისუფლებას ანტიეროვნულ საქმიანობაში და მოუწოდებს მათ, რომ შეწყვიტოს მიმდინარე ენერგოპოლიტიკა